ჩემი სიდედრი მომართვით ბიჭო მოგერო არევასე აი რაგია მოდი უიმე ხო არ დაგვიდე რაგია რა ლამაზი ხარ მეიცა აი ჩემ სიდედრს თავი მოვაჭერი უფ რა кай ხმა იყო მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ Banner Lord-ის თამაშს, ესეც რიგით მე-18 ეპიზოდი და მოკლედ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მიზანი არის, რომ თუ ვერ გავანადგურებთ სამხრეთის იმპერიას, მინიმუმ შევასრულოთ მაინც ძალიან და მე-19 ეპიზოდში უკვე დავიპყროთ მთლიანად ჩვენი კლარდიის რუკა. მოკლედ, ვისაც გახსოვს, წინა ეპიზოდის ბოლოს სამხრეთის იმპერიასთან დავიწყეთ ბრძოლა. და აქედან გამომდინარე, ერთადერთი ქვეყანა დაგვრჩა მარტო სამხრეთის იმპერია, დანარჩენი ყველა გავანადგურე. ოპა, 1151 კაციანი არმია მოვიდა. შეხედე შენ. ჯიგრებმა რამდენს მიაღწიეს? ნუ ხო მეგობრებო, მოკლედ ეს არის ჩემი მიზანი, ხა დანუსტიკაში შევალუცებ, ვიბრძოლებ, ამ აქ ტრუპებს არ გავუშვებ და ხო არ დაგავიწყდეთ რომ 200 გამომწერზე ვაკეთებთ გათამაშებას, გათამაშება იქნება ლაივში და თუ რას გავათამაშებთ და როგორ გავათამაშებთ, ამ ყველაფერს გაიგებთ იმის მერე თუ როგორი აქტიურობა იქნება თქვენი მხრიდან. გათამაშება კი იქნება ძალიან მაგარი მეგობრებო, ამას დეტალურად ყველაფერს გეტყვით. კაი, ეხლა უცებ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გასწრაფად, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩვენ კი შევუდგეთ დღევანდელ ჩვენ ეპიზოდს. აქ ღობეები ყველაფერი ჩამოვიღე და შევა და ვიბრძოლებ. ეს დანუსტიკად წავართვათ. ხო რა, ბევრი აღარაფერი აღარ დავრჩა და მალე დავამთავრებთ. დიდზე დიდი ალბათობით. ნახე ჯიგრები რა კარგი იმიდგანა. ჩემი ასტენი ჩემი. ოპა, აქ არ მოვკვდე. აქ ახლა ჯიგარო. ადი რა. ერათის. ოკეი. გადაიფიქრე ჯიგარო სროლა. მაინც მტენა მარასტრო. ბიჭო. ვაუ. ვაიმე. აქ არ მოხვიდე ძმურად აქ არ მოხვიდე დამერხა რა ძალამი მოდით ბიჭო გიორგი მე-13-ს ერჩხუბებით თოიახორებო ვაიმე გიორგი მე-13 თორე მეც არ ვიყო ალექსანდრე მაკედონელი არ მევასება ეს არა მე რამდენად უკვე ბიჭო რამჭის დაწყევლილი ვარ ძმა კარგი ეგ არის მარტივი გამარჯვება კი მოვიპოვეთ ცოტა წვალების მერე მაგრამ თავარი არის გავიმარჯვეთ. ნუ ისედაც გამარჯვებულები ვიქნებოდით, უბრალოდ მე რო არ მომკვდარიყავი, უფრო უკეთესი იქნებოდა. აუ, ბევრი აღარ დავრჩით მე მგონი ჩვენ და ეს გადაგვივლის ახლა, მაგრამ მანამდე იცი აქ რა კაი რამე დავამუყავე. თქვენ გენაცვალეთ. პრისონერები ავიყვანოთ, ჯიგრები. მოდი აქ ძმა. ეს ვინ არის მალჩია? ამადაც მოვაძროთ თავი, არ არის პრობლემა მაგისი. ეხლა შევიდე უცებ ამათი Total Strange ვნახო. 8000-ზე ჩამოვიდა ჩვენი 100000-ზე არის. ძალიან მაგრები ვართ იმენა. აუ, წარმომიდგენია იუარაფათასაში. აი ესეთი სტილით რო იქნებით, ძალიან მაგარი იქნება რა. ანუ ამდენი არმია რომ ეყოლება კლანი უფროსურად ჩემ ხარეს და თვითონ რაგია დავიჭირე. ჩვენზე მეტნიკი არიან, ჩვენ შედარებით სუსტები ვართ. დაო მე სიცოცხლე ვაფშე არა მაქვს, ხო? 7%-ზე მაქვს, ძმა, გადაო. ვა, გავწირო ტრუპები ცოტა ხანი დავრჩე უკან. მოიცადე. ცოტა მე მოხოდვა მჭირდება უეჭველი. აუ, ესენი გამომეკიდებიან ეხლა. მოდი არმიას დავიმატებ. ეს ერთი დღის სავალზე არის, მალე მოვა. ნახოთ ვინ არის ახლოს. შეც მოდი ჩემთან ჯიგარო. აი აგერ ამაც უყველას დავიმატებ. შეც მოდი. იმედია ეხლა არ გამომეკიდება ეს რაგიას არმია, ხო? ალყა შემოვარტყავენ დიდი ალბათობით. კაი, ცოტა მოვიხოდები, იქნება სიცოცხლე რამენაირად ამევსოს. და მერე დავარტყავ ამ რაგიას არმიას. ოუ, იქით არ შეუტიო. ვაა. ეს რაგია ეხლა რომ დავიჭირო, კაკრას დაგვინებდებიან. თან თუ დავამარცხებ იქნება იდეალური, იმიტომ რომ თავს მოვაჭრი რაგიას ეგრევე. ჩემ მეუღლესთან ბოდიში, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. პოროსი აუღია თამასობაში, ჩემ ვასლებს იდეალური, დავუთმოთ სალიონს
შვენიერი მოდია აუ მოვიდნენ ჩემი არმია ყველა ვინც ახართ ვაფშე არანაირი დანდობა შეტევაზე წავიდა მოდი თქვენ აუ საიდან მოდიან ძმა ტიპებმა იმენა სულ რამიდან აიღეს გეზი აბასე თუ ტენი ვინმეს მოდით ბიჭო აქ აუ ტენი ცხეს მაგარია ო ამასაც აკაიფო ინფეტრი ყავს შეხედე შენ რა გიას თლად ეგრე ცუდიცაა ყოფილა არმიის შეგროვებაში მოდით ბიჭო მალე თორემე დამბრიდავენ ეგრევე ცოტა ექშენი მინდა ვახ გაფრიზა ბიჭო ხელი ზუგსუგნიდან ბიჭო ქალები ნუ იპარებ მოდი აპა აუ ეგრევე გავაძრე ნიკაპში გადავჭერი ტიპი ცხენი დაუბრუნე დიდ ბიჭო ვისა მოდით ბიჭო ეგრე მოდი აუ იმედი მაქვს რავი კიდე ერთხელ ვიტყვი რომ იმედი მაქვს რა გიას ტყვეთ ავიყვან თავი უნდა მოვაჭრე არ მაინტერესებდა უნდა მაგის ურთიერთობა და მაგის აჯანყების დედაც ვატირე ნუ რა გია იქნება პირველი დედოფალი პირველი მეფე რომელსაც თავს მოუყვეთ ნუ თუ დედ ქიარა სწორებო შენ როგორ გაზალიანდა ეს ჯიგარი ეგრე კარგადაც ახლა იძალიანი და იყავი სად არის არჩერები თითქმის გაუნადგურეთ თითქმის რა გაუნადგურეთ არჩერები რა გაიყო და რა ქვია ბიჭო იმას კავალერია ახლა აქეთ ინფეტრი და არჩერები დარჩა მარტო და ხო არ კარგი ხართ უკვე ჯიგრებო რა იყო ნევდები თვითონ რა გია მინდა აქვე მინდა თავი მოვაჭრა მამიყვანეთ რა გია მომართვით ჩემი სიდედრი მომართვით ბიჭო საკუთარი სიდედრი უნდა გადავჭრა შუაზე ტიპიური ქართველი მამაკაცი ვარ რა გინდა ტიპიური ქართველი მეფე ვარ სიდედრი ხო არავის არ ევასება თანამედროვე ცხოვრებაში სიდედრი არავის არ ევასება კიდე გამი უბრალოდ ამბობენ რომ არ ევასება აი რა გია მოდი უიმე ხო არ დაგვრიდე რა გია რა ლამაზი ხარ მეიცა აი ალბათად რა გია რა ერთი ზამ ბიჭო კადრს ნუ მიბიჭო შენი ალბათად რა გია რა ვახარ რა გია ჯა დავრიდე იმენა ჯიგარი სავარაუდოდ თქვენთაც ავიყვან იმას ვამბობდი რომ ტიპიური ქართველი მამაკაცი ვარ ოღონდ განსხვავება ისა ის რომ მე მეფე ვარ სიდედრი ხო არავის არ ევასება თანამედროვე ცხოვრებაში ყველა ამბობს რომ უბრალოდ აი სიდედრი არ მევასება რაღაცა ვერ იტანეთ რა ზოგი ხუმრობითაც მაგრამ მე იმენა არ მევასება და თან თავი უნდა მოვჭრა რა ვიძმაო ამ სტერეოტიპს ვამართლებ ოპა კარბი ხართ ნახეთ ერთ-ერთი მაგარი რა მის რაც არის ამ თამაში რა რაც მევასება ადექი ვწბათ თავარი ვინც აყავთ მეფე ლორდი რავი დაუმარცხე კაი იყო დაბრიდე ბრძოლაში დაჭერი რავი რაღაცა ბრძოლა რო აღარ შეეძლო და არმია გარბის ეგრევე უმეტესობა ეხლა ამათ კიდე ყავთ სავარაუდოდ ლორდები რაგიას სიკვდილის მერე სავარაუდოდ ვიღაცამ გადაიბარა და ამიტომ ჩერდებიან მაგრამ უმეტესობა გარბის ნებდება აუ კაი ბრძოლა გამოვიდა მომეწონა საღო მოდით აქ ბიჭო ჩემია ეხლა უნდა მეთქვა ამოვკვდა რომ ჯერ მეთქი და ეგრევე დამურიდეს ეგ არის მეგობრებო იზი გამარჯობა მოვიპოვეთ და აი ტყვეებიც აქ ყავს აუ რაგია იყო თვითონ რა აი ეგ არის უი რაგია რა ხდება ჯიგარო თავი ხო არ უნდა მოგძროს ოპა 50 რუპი მომიყვანა შენ გენაცვალე პრისონერებიც ეხლა უცებ ლამაზად მოდი რაგიადან დავიწყოთ ჯერ არ შემიძლია? როგორ ჩან ჯერ არ შემიძლია? აბა ხარ უქენი?
ჯერ არ შემიძლია. ოკეი, მე მოვაჭრი თავს არ არის პრობლემა. ეხა უცბად წავართოთ ყველაფერი რაც გქონდათ ამ ჯიგრებს. უი საყვარელო რა გია რა მოგივიდა. ნახე ეხლა რა გავაჩალიჩო. ძალიან ბევრი პრისონერი მყავს და ეს პრისონერები მე მანელები. ჯერ ამათთან არა რა ზავი ბიჭო რა გიას თავი უნდა მოვაჭრა. შედი აქ ჯიგარო. აუ აქ რამდენი ყოლია ბიჭო მე მგონი ავიღე უკვე მე თლიანი სამხრეთის იმპერია. რა სიტყვი აქ ყველას რო თავები დავაჭრა ეხლა მე ჩემი გახდება უმეტესობა. ძალიან მაგარია. რაგია. ეხლა ნახეთ. სად არის რაგია ხო არის სამხრეთის იმპერიის დედოფალი. მეფე რავი. ნახეთ. 2, 4, 5 კლანი დარჩა მეტი აღარ. ეხლა ნახეთ ჯიგრულად ლამაზად ნაგლათა შევალ. ჩემს იდრს თავი მოვაჭერი. რა кай ხმა იყო. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ ვინ გახდა სამხრეთის იმპერიის მეფე ან დედოფალი. ტემიონი გახდა და ტემიონიც მე მყავს. ტყვე. ნახეთ. ტემიონი ესე ჩემი ტყვე არის. მოვაჭრა ეხლა ამას თავი. აუ ეს იქნება ყველაზე მცირე ხნიანი. ტიპი სადღაც 10 წამი იყო მეფე, მეტიც არა. 10 წამი იყო ჯიგარი მეფე. სად არის გადავიდე ხა ვინ გახდა? ზენო, მე მგონი ესე ჩემი მასი არის. ანუ ესე თქვენ მყავს ზენიონი. არა, ხო, ზენიონი არ ყოლია, გადარჩა. კაი, ერთი ლალაპარაკებაც უნდა ვცადო ამათთან. თუ ვინმე ასე არ შემიძლია. კაი, როგორც ჩანს ფართიდან უნდა ვნახო აქედან. თუ გადმოვიდნენ, თუ არა და მერე დააბრალო საკუთარ თავებს. ხო, ნახეთ, მარტო ეს ვაჟბატონი გადმოვიდა, არჩონ ტურაიდოსი. ჩემს ხარეს, რამდენი გინდა არც არაფერი, ეგ არის. მე მგონი ამის ტერიტორიებიც ჩემი გახდება ეხლა უცბად. ის ერთი ვაჟბატონი გადმოვიყვანა ჩემ ხარეზე, ეს 2 ტყვე დამჩა, რომელიც არ გადმოვიდნენ სამწუხაროდ ჩემსკენ, ამიტომ დაემშვიდობონ თავებს და მე მგონი უკვე დავამარცხეთ. ამ მოქმედებით უკვე დავამარცხეთ ჩემი აზრით სამხრეთის იმპერია, რავი, ვიღა დარჩა. ამათი Total Strange ვაფშე რამდენზე დარჩა, რავი. ახე 4 კლანი დარჩა. ზენო. ეს არის ახალი მეფე. 4000-ზე ჩამოუვიდა და აკვირდი ძმო, რავი. ჩვენი 2 ტყვე ყავს, ჩვენ 9. ეხლა გადავხედო უცებ. ის ჯიგრები რო დავამარცხე, მე მაგათ ტერიტორიები მივისაკუთრე? აკეთ ჩემიანები ბრძო. ეს ვოსტრუმი. ხო, აი, ის კლანი რო გადმოვიყვანე, ვოსტრუმი ჩემი გახდა. ორტონგრადი არ არის ჩემი. პატარა ციხესიმაგრეები არ არის ჩემი. ესე იგი, მარტო ვოსტრუმი გახდა ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. მშვენიალური. მამწონს. წავიდეთ ეხლა ეს პატარა ციხესიმაგრე ავიღოთ, სანამ ხოძზე ვართ. თუ მალამდე ვინმე ხოძზე ვართ, რატო ვთქვი? ბიჭო, ვეღარ ვლაპარაკო ჩემ. სანამ ხოძზე ვართ, ოდრისას ციხესიმაგრე ავიღოთ, არც მაგის პრობლემა არ არის. და ეხლა მე მაინტერესებს ეს მეფე სად არის? როგორც ჩანს აიგერ არმიას გრიბობს, ხო? შიბალ ზუმარ კასტლ. აგერ არის ეს არის, ხო? ვისი ის არის? ურიუსის არმია, არა ეს ურიუსი არ არის. ზენო. მოვნიშნოთ. იქნება ეს დავიჭირო და თავი მოვაჭრა. სად არის ეს ზენ? აქეთ არის? სად არის? სად მოინიშნა? იმდენი რამე აგერ არის. თუ არ არის. დავდგეთ ბისეიჩზე, ამას ტრუპებით უცბად ავიღებ და მერე თუ რამეა ზავსაც დავდებ ამათან, არც მაგის პრობლემა არა მაქვს. აი ესე. რა გასო რა თავების მოკვეთა? მაგრამ გამისტორდა დედას გეფიცები. ტიპები დავტოვე მარტო ცარიელის ხეულით თავის გარეშე. ისე მაინტერესებს ეხლა ჩემცოლთან ურთიერთობა რამდენი მაქვს. -99 ჩემი. ნახე ძმო. ჩემცოლთან კარგი მოდა, ჩემცოლთან გამიფუჭდა ურთიერთობა, კაი გამოვასწორებ. ვერ ვასწორებ? ნახე ჩემთან არ შემიძლია. კაი ცოტას დავადონატე, ბაბა. პრინციპში რა დავადონატე, ისე მე დამჭა.
გამოსწორ. არა გაცურა გამოსწორ. 99-ზე ეს დამერხა ჩემ ცოლთან. წვეჩი. კლოვინგებთან აღარ ამოყოფ შეურთიერთობა. ვიმატოთ რა პრობლემა. ამ ბოლო გადმობირებულ კლანთან რა ხდება? 12 მაქვს ურთიერთობა. გავზარდოთ, ვიძმაკაცოთ, სურმანიძეებს ვეზიზღები. ახლა ხო არ გეზიზღებით. ახლა უცებ ტრუპებით ავიღებ ამას. ერთია შედა ჩემი მამით ესენი აღათ მინდა. ხვილა უკარგავ დროს ამაში. აუ ხო, ეგ სულ დამოავიწყდა, ახლა გამახსენდა ეპიზოდის ბოლოა და ახლა გამახსენდა, რომ საიდან იყო ბიჭო? აქა ინჟინერი მე კი ვარ, მაგრამ ახლა ამას რამდენია? მე რამდენზე მაქვს? 199-ზე. 36 5 მამეთ ისე მე რო ვიყო ჯობია, სკაუტინგი ვის მეტი აქვს. იგივე აქვს თითქმის, ჩემს დროს გავუშვებ. სერჯენზე ისაო, სერჯენზე მოდი დავაყენოთ. ნახე, არ შემიძლია ორად. კაი, სერჯენზე მე დავრჩები და ინჟინერიაზეც მე დავრჩები. სკაუტინგზე გავუშვებ ჩემს დროს. მიდი ჯიგრებო, მიდი ჩამოიღეთ უცბად ახლა ეგ კედლები. მე მგონი ჩემი ანება კიდე რაღაც ხესიმაგრე წაართვეს. არა უეჭველი იმპერია 1000-როცავით, იმპერია 1000, რატო გადავეკიდე? იუარაფათას 100-როცა ვითამაშებთ ამ თამაშის და დავიწყებთ გადაღებას, იქაც უეჭველი ეგრე უნდა გავაკეთო, როგორც კი ჩემს სამეფოს ჩამოვაყალიბებ. ლიკარონი აუღია თამასობაში, გენაცვალეთ. იქაც უეჭველი ეგრე უნდა გავაკეთო რა. ვიქნები დავით აღმაშენებელთან, ვიბრძოლებ, კარგახანი, ძალიან ბევრ ტერიტორიას მოვაგროვებ, მე ავჯახდები და ზავს როგორც კი დაუდებ დავით აღმაშენებელს, უნდა წავიდე უეჭველი და ძალიან ბევრი თან ამაზე ბევრი ლორდის განუყვანა შემიძლია. ეხლა შეიძლება კითხვაც გაჩნდა, რატო უნდა აუჯახდე დავითო, ბარემ დავითთან ერთად მოიგე ყველა და ყველაფერიო, მაგრამ ნახეთ, დავითი მიიღებს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, მე გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არ მექნება. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მაწყობს, რომ ყველა სახელმწიფოსთან მომიმქონდეს. იმიტომ რომ დავითს მოუნდა ეგრე. ჩამოვაყალიბებ და ვიქნები ახალი სამეფოს მეფე, ახალი საქართველოს მეფე რა. კაი, აქ არავინ არ არის როგორ ჩანს. ცოტა პრისონერებს ჩავტოვებ, არ არის მაგის პრობლემაც. ეხლა რა სიტუაცია არის? ჩვენ შეგვიძლია ზავი დავუდოთ, ცოტა ჩვენც მოვიხოდოთ. ცოტა სამხრეთის იმპერიაც ამოიქოქება და უფრო საინტერესო გახდება ამათან ბრძოლა. კაი, ბარემ მოდი თქვენ ჯიგრებო, აქ არ მოდიხართ? ხო, აქ მოდიხართ. ესეც წაართვით, ერთი პატარა ციხესიმაგრეც რო წავართვა მე. მე რა უკვე ქალაქები დარჩებათ. რავი, რა გადარჩათ? აღარაფერი აღარ დარჩა ამ სამხრეთის იმპერიას. მიდი ჯიგრებო. ამით მოდი მეც აქ მოვა და დაგეხმარებით. მივიტასავებ ნელ-ნელა, ამ პატარა ფართებს გავუშვებ, თორე ძალიან მანელები. სად არის ქართული დროშები? ბაგია უეჭველი. ქართული დროშები სად არის ბიჭო? შეახო. ქართული დროშები ჩამოვკიდე, თორე დედებს გიტირეთ. შევინახარ ფარნავაზე, ჩემი ბიჭი. წერს რაღაცას. Father, I am at your service. Well, talking diagnostics that was not as bad as I'd feared. I did not feared. რამე პოზიცია მივცე თუ რა გინდა, ძმა, არ მინდა არაფერი, უნდა გეკაიფო. კაი. მომავალი მეფე ხარ, ბიჭო. ძუნძები გაიხადე კიდე. იგე შეახო არ მოშ. ხა წამოვჯდეთ. ჩაირზე გიორგი მე-13 სასტიკი ისე მამეთ სასტიკები ვართ უკვე იმდელორც და მას მოვაჭერი თან იმპერატორს მე ჩემს იდეთრს თავი რომ უკვე სასტიკის წოდება გვაქვს მონიჭებული და მიტყებებული შუბზე მე მგონი ამ ძუნძების გამოსვლის დროც დაგვიდგა კარგი მოკლედ მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო უცებ შეჯამება რომ გავაკეთოთ რა მოხდა სამხრეთის იმპერიასთან მქონდა ბრძოლა იმიტომ რომ უკანასკნელი იმპერია დაგვრჩა კლარდიის რუკაზე მარტო სამხრეთის იმპერია დავამარცხეთ წავარდით 1-2 ციხესიმაგრე და ქალაქი ჩემი ვასლები ცალკე ბრძოლობდნენ მე ცალკე ბრძოლობდი თვითონ იმპერატორს შევებრძოლეთ დედოფალს უფრო სწორად ქალბატონ რაგია პეტროს
და ძალიან ბევრ სამხრეთის იმპერიის ლორდს მოუკვეთეთ თავი და მათ შორის რაგიასაც და რაგიას შემდგომ 10 წამით გამეფებულ პიროვნებასაც მოუკვეთეთ თავი. მოკლედ, დღესაც სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. არ დაგაუწყდეთ, რომ 200 გამომწერზე ვაკეთებთ გათამაშების პირობებს და ყველაფერს გაიგებთ ნელ-ნელა იქიდან გამომდინარე, თუ როგორი აქტიურობა იქნება თქვენი მხრიდან. მოკლედ, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ.